გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. ქართული ოცნების დაარსებიდან 13 წელი გავიდა. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო დააფუძნა. დაახლოებით 5 თვეში კი 1 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული პროცესები. საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს წერია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში. დღეს ქართული ოცნების დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ ქართული ოცნების პირობებში საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა. ქართული ოცნების ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან უწყვეტი მშვიდობა ქართულმა ოცნებამ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირ საფრთხე შეექმნა. თუმცა უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება. საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ქართული ოცნების ხელისუფლებას საქართველო ომის კარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუდანდა. 2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსლის 9 წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს შეაბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები. ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბიზნესი თავისუფალია როგორც არასდროს. დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმი. საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება, თუმცა რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში საქართველოს სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.7% იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე $10,000 გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად 2030 წლისთვის $13,500 მიაღწევს და საქართველო მაღალ შემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია. 60-დან 36.4%-მდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2012 წლის შემდეგ საქართველოში 3-ჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700,000-მდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე. 2012 წლიდან ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს
შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველოს 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება. საქართველოს დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ქართული ოცნების ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასდროს დაუშვებს. მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს. დღეს საფლავთა კურთხევის დღეა, მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირი ჯარისკაცების მშობლებსა და ოჯახის წევრებს თავდაცვის მინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანის გარდა ჯარისკაცების გმირობის შესახებ ოჯახის წევრებმა ისაუბრეს. სამი კაცი თუ 4 კაცი გამოიყვანა დაჭრილი და თვითონ დაბამბაში რომ მოხდა ვერ გამოიყვანეს. მადლობა ღმერთისგან და მამაებისგან რომ გადმომისვენეს. ამგენმა ქეჭადოვეს იქ თავრობა ყარი. და 12 რიცხვი იქცეს ლეკიდებოდა ჩემს შვილს და აქ 12-ში რუსთაველის პროცესს. რა ზეიმობდნენ ჩემს შვილის სიკვდილს ზეიმობდნენ ჩემს ბიჭების დამწვარ გვამს. ზეიმობდნენ თუ რა ზეიმობდნენ არ ვიცი 12-ში. რა უმიწაგებული მქონდა და რა იყო საზეიმო ვერ გავიგე. ბეცი მის გადაწყვეტილებას პატივი ხელი შეუწყე კიდევაც და მე კაცი დავდგები დედიკო დიდი დრო არ უნდა ჩემ შენ სახელს გაიგებ. მე ეს საქმე მიყვარს. მამამისი აფხაზეთში დავკარგეთ და ეს ჩემი 20 წლის ბიჭი ოსეთის მისადგომებთან. ყველას მინდა აღდგომის დღესასწაული მიულოცო. დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეს მე მქონდა საშუალება ძმათა სასაფლაოზე მომენახულებინა ჩვენი გმირების საფლავები. მე საუბრა მათი ოჯახის წევრებთან და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამომეხადა მათი თავდადებისათვის, მათი სამშობლოს სიყვარულისათვის, მათი პატრიოტიზმისათვის და მათი გმირობისათვის. ასეთი ადამიანების საქციელზე, ასეთი ადამიანების მაგალითზე დგას საქართველოს სახელმწიფო და რა თქმა უნდა ჩვენი თავდაცვის ძალებიც. ჩვენ კიდევ თავდაცვის ძალებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გვერდში დაუდგეთ ჩვენი გმირების ოჯახებს. მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეუძლიათ, მუშაობს ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი. ტრანსპორტი 20 საათამდე იმოძრავებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დააწესა სპეციალური მარშრუტები, სადაც მომსახურება იქნება უფასო. მომსახურება მიმდინარეობს ამჟამად მეტროსადგური დელისიდან საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით, მეტროსადგურის დიდუბის ზედა გასასვლელიდან თორნიკე ერისთავის ქუჩიდან ვაშლი ჯვრისა და მუხადგვერდის სასაფლაოს მიმართულებით, მეტროსადგურის სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან მომსახურება მიმდინარეობს თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული ღრმაღელის სასაფლაოს მიმართულებით, კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება ორი ადგილიდან, სადგურის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება როგორც მეტრო ვარკეთილიდან, ასევე მესავე მასივიდან, აბაშვილისა და შურამთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან. ველის სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება აფრიკის დასახლებიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა, ნომერი 25 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან. ვატიკანის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით რომის პაპი ფრანცისკე დილის 7 საათსა და 35 წუთზე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას სასუნთქი გზების დაავადება ჰქონდა. რომის კათოლიკურ ეკლესიას 12 წელი მეთაურობდა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფრანცისკე იქნება პირველი პაპი, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. თავის უკანასკნელ სააღდგომოს სიტყვაში აღნიშნა, რომ მშვიდობა ვერ იარსებებს რელიგიის თავისუფლების, აზრის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე. რომის ახალ პაპს კარდინალთა კოლეგია აირჩევს, მათი რიცხვი 252-ია, მაგრამ მათგან მხოლოდ 138-ს აქვს ხმის მიცემის უფლება. კათოლიკურ სამყაროს უსამძიმრებენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში. რომის პაპი ფრანცისკეს სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო. მშვიდობისა და ერთიანობის მქადაგებელი, რომელიც შთააგონებდა და რწმენით ავსებდა ადამიანებს. მისი სიმტკიცე, ურყევი ერთგულება და სამართლიანობა მომავალი თაობების შთაგონების წყარო იქნება. მარადისობას დარჩება მისი სახელი და ღვაწლი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 17 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება. ნახვამდის.